მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზს მერწყულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, ხმლების მეფე, თქვენი სტიქიის ბარათია, ამ პერიოდში იქნებით რაციონალურები და კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებულები, ნაკლებად დაუთმობთ დროს ემოციებს, შეძლებთ მოხერხებულად მოაგვაროთ ყოველდღიური საკითხები და კეთილგონივრულად გადაჭრათ მნიშვნელოვანი მიმდინარე ამოცანები თქვენს ცხოვრებაში. ამისთვის შესაძლებელია მოგიწიოთ საკუთარი თავის გარკვეულ რეჟიმში მოქცევა და ამ ბარათის ენერგიის გათვალისწინებით მოახერხებთ კიდეც დაიცვათ თვითდისციპლინა და დათქმულ ვადებში მიაღწიოთ სასურველ შედეგებს. თქვენი გაზრდილი მენტალური შესაძლებლობები და ლოგიკური აზროვნების უნარი საშუალებას მოგცემთ იმოქმედოთ სწორად, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, შესაძლებელია მოგიწიოთ გარკვეული პროცესების მართვის საკუთარ ხელში აღება, ასევე გამორიცხული არ არის ამ პერიოდში სხვებაც მოგმართონ გარკვეული რჩევებისთვის, დახმარებისთვის, თქვენი გაზრდილი შინაგანი ძალა და შემტევი განწყობა საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ ხელმძღვანელობის და მართვის საუკეთესო უნარები, იგრძნობთ თქვენი ავტორიტეტის ზრდას, თუმცა ასევე არის რისკი, რომ იმდენად გაგიტაცოთ საკუთარმა გეგმებმა და იმდენად იყოთ კონცენტრირებული საკუთარ საქმეებზე, რომ გარშემომყოფებს შეექმნათ განცდა, რომ უყურადღებოდ ექცევით მათ, ზედმეტად ხართ საკუთარ თავში ჩაკეტილები და არ ინტერესდებით მათი ბედით, არ ითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს. ამიტომ ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ სხვებსაც, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებს, რომ არ გამოიწვიოთ მათში უკმაყოფილება თქვენს მიმართ და არ გაანაწყენოთ ისინი. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ნულოვანი მაღალი არკანის სულელი, ამ სფეროში სიახლეებია მოსალოდნელი, შესაძლებელია თქვენი არსებული ურთიერთობა დეკემბრის განმავლობაში ახალ პოზიტიურ ეტაპზე გადავიდეს, მათ შორის შესაძლებელია დასრულდეს თქვენ შორის უთანხმოება, კონფლიქტური სიტუაციები, ეჭვიანობის ეპიზოდები, თავს იგრძნობთ მეტად თავისუფლად, მეტად ლაღად, გამორიცხული არ არის მოგინდეთ პარტნიორთან ერთად ახალი შთაბეჭდილებების მიღება, მაგალითად დაგეგმოთ მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ არ ყოფილხართ, ან ისეთი აქტივობა, რომელიც დაკავშირებული იქნება ძლიერ ემოციებთან, ძლიერ შთაბეჭდილებებთან. ეს არკანი სიახლეებს პირდება მათაც, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ეს არკანი არ გულისხმობს სერიოზული ურთიერთობის გაბმას და ამ პერიოდში მხოლოდ მსუბუქი პასუხისმგებლობის გარეშე ურთიერთობებისთვის გექნებათ მეტი შანსები. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების რვიანი, პირად ცხოვრებაში გექნებათ აქტიურობის მოთხოვნილება, მეტი სიახლის, მეტი მრავალფეროვნების სურვილი, შესაძლებელია მოაწყოთ ექსპერიმენტები და გადაწყვეტოთ ახალი გამოცდილებების მიღება. გამოავლენთ ემოციურობას, გექნებათ რომანტიკული განწყობების გამძაფრება, იგრძნობთ ვნების გაძლიერებას, მოზღვავებას, შესაძლოა დაგეგმოთ რომანტიკული საღამოები, საერთო აქტივობები, თუმცა მეორე მხრივ ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ ზომიერება, არ იყოთ მომაბეზრებელი და არ მოახდინოთ ზეწოლა პარტნიორზე. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, თასების რვიანი, ეს არკანი მნიშვნელოვან ცვლილებებს გვპირდებათ ამ პერიოდში, ფიქრობ, რომ პოზიტიური მიმართულებით,
თუმცა ამ ბარათის ენერგიაში არის გარკვეული იდუმალებაც, სულა ისეთი სიახლეებისკენ, რომლის მოსალოდნელ შედეგებსაც ჯერჯერობით ვერ იაზრებთ. აქ საუბარი უფრო თქვენს განწყობაზეა, რომ შეცვალოთ არსებული რეალობა და არკანების ასეთი კომბინაციაც მიუთითებს, რომ თქვენში მომწიფდა სურვილი, შეხვიდეთ ახალ ურთიერთობაში, მოსინჯოთ სიახლეები, ამასთან შესაძლებელია გქონდეთ გარკვეული დაბნეულობის შეგრძნებაც, შეეცადეთ ნაკლებად აყვეთ ემოციებს და იმოქმედეთ მეტად თავისუფლად. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და ეცადეთ ნებისმიერ შემთხვევაში პირველ რიგში საკუთარ თავთან იყოთ ჰარმონიაში. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ დეკემბერში საქმიანი სფერო. მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი. ეს არკანი ამ პოზიციაზე ბევრ რამეს შეიძლება გულისხმობდეს, მათ შორის გამართლებასაც, მოულოდნელ წინადადებებს, დამსახურებულ წარმატებას, ახალ შანსებს, დაწინაურებას, სამსახურის დაწყებას, სამსახურის დაკარგვასაც, აქ დიდი აზარტის ენერგიაც, რაც გარკვეულ თამაში შესვლას გულისხმობს, თამაში კი ამბობენ მოგება და წაგება ძმები არიანო, ამიტომ გირჩევთ ამ პერიოდში კარგად გათვალეთ რისკები, იყავით მეტად რაციონალურები და ნაკლებად აყევით ემოციებს. თუმცა ვნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების ხუთიანი. ეს ბარათი გამორიცხული არ არის თქვენ შინაგან კონფლიქტზე მიუთითებდეს, მაგალითად შესაძლებელია ამ პერიოდში გქონდეთ მნიშვნელოვანი შინაგანი განსჯები თქვენი საქმიანი ცხოვრების მომავალთან დაკავშირებით, მოგინდეთ გაერკვეთ კარიერული განვითარების სამომავლო პერსპექტივებში, შესაძლებელია საკმაოდ რთული არჩევანის წინაშეც დადგეთ, გახსოვდეთ რომ ამ პერიოდში თქვენ გაქვთ ყველა შანსი მიაღწიოთ სასურველ შედეგებს, მოიპოვოთ გამარჯვება, მაგრამ ეცადეთ დაიცვათ ზომიერება და მიმართავთ გადაჭარბებულ ენერგიას საქმეში. ისეთ ძალისხმევას, რომ მერე გაგიჩნდეთ შეკითხვა, ღირდა თუ არა ეს შედეგი ამ ყველაფრად. გირჩევთ ამ პერიოდში არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და იმოქმედოთ მაქსიმალურად რაციონალურად და დინჯად. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების მეფე, თქვენი კრეატიული მიდგომა და შემოქმედებითი პოტენციალი ამ პერიოდში საკმაოდ მკაფიოდ გამოვლინდება, იქნებით თავდაჯერებული, ენერგიით და პოზიტიური ემოციებით სავსე, გაქვთ შანსი არა მარტო თქვენი ინიციატივით მოპოვებული ვაკანსია დაიკავოთ, არამედ თუ გამოცდილი პროფესიონალი ხართ, შესაძლებელია აქეთ მიიღოთ შემოთავაზებები. ასე რომ მიაქტიურეთ, დეკემბერში თქვენი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების ცხრიანი, ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ მრავალმხრივი გამოცდილება და საკმარისი ცოდნა, რომ წარმატებით გაუძღვეთ თქვენს საქმეს. დეკემბერი კარგი დროა თქვენთვის, რომ დაასრულოთ მოლოდინის ეტაპი და გადახვიდეთ თქვენი იდეების განხორციელებაზე. გააქტიურდით, ნუ შეუშინდებით სირთულეებს, მით უმეტეს ისეთებს, რომლებსაც თქვენით იგონებთ და რეალურად შესაძლებელია საერთოდაც არ გადააწყდეთ პროფესიულ გზაზე. თქვენი გამოცდილება და პრაგმატული აზროვნების უნარი მოგცემთ შესაძლებლობას ადეკვატურად უპასუხოთ ნებისმიერ გამოწვევას და თავიდან აირიდოთ დაბრკოლებები. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს დეკემბერში, თასების ოთხიანი, ამ პერიოდს ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურად გაივლით, თუმცა იქნება ისეთი ეპიზოდებიც, როცა მოგიწევთ ზოგიერთი შენაძენის გაკეთებაზე უარის თქმა, ეკონომიურობის გამოჩენა და შესაძლებელია ასეთმა თვით შეზღუდვა, დაგთრგუნოთ, იგრძნოთ იმედგაცრუება და უკმაყოფილება. მეორე მხრივ ეს ბარათი შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ თქვენ იმდენად გადაჭარბებულად ზოგავთ საკუთარ ფინანსურ რესურსს, რომ გამორიცხული არ არის მნიშვნელოვან და საჭირო შენაძენებზე ან შესაძლებლობების მიღებაზე ამბობდეთ უარს. ამიტომ შეეცადეთ გამოიჩინოთ ზომიერება, მათ შორის ხელმომჭირნეობაშიც და ზოგჯერ მიეცით თავს უფლება, რომ იყოთ მეტად ხელგაშლილები, მით უმეტეს თუ ისეთ რამეში ხარჯავთ ფულს, რაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ, პოზიტიური ემოციებით გავსებთ და ესე იგი სასიცოცხლო ენერგიითაც გმუხტავთ, რაც ასეთი მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტი გამოიმუშავოთ.
ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების ხუთიანი, შეეშვით წარსულზე ფიქრს, წარსული ნეგატიური ან თუნდაც პოზიტიური გამოცდილებების გათვალისწინებით ფიქრს და აზროვნებას, რეალური ცხოვრება არის დღეს, ახლა და აქ და ეს რეალობა თქვენთვის სავსეა შესაძლებლობებით. თავარია თქვენი სწორი დამოკიდებულება, სწორი განწყობები და არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ მიმართული თქვენი ხედვის ვექტორი, სადაც ბევრი საინტერესო თავგადასავალი, ახალი გამოცდილებები და წარმატებები გელით. ასეთი იყო 2025 წლის დეკემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი მერწყულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.